რუსუდან მოგესალმებით, ახლა თქვენ მივესალმებით მაყურებელს, ახლა რისი თქვენ დამასწარით, რისი თქმაც მინდოდა, როდესაც კითხვაში ძალიან სწორად აღნიშნეთ შიდა გარჩევების თემა. და ჩემი პასუხიც პრინციპში ეს არის, ანუ რა თქმა უნდა სანქციები რომ მუშაობს, ამაზე ორი აზრი საერთოდ არ არსებობს და რა თქმა უნდა სანქციები რომ აწუხებთ და მათთვის ეს დიდი დისკომფორტია რა თქმა უნდა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რატომ აკეთებს ამას თქვენი კითხვა რაც არის? იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ეხლა მან გადაწყვიტა გასუფთავდეს, გაკრისტალდეს, გაუმჯობესდეს, ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს. ამიტომ კი არ იშორებს ამ ხალხს. ამ ხალხს იმიტომ იშორებს, რაც ეხლა თქვენ თქვით თავად. იმიტომ იშორებს, რომ შიგნით აქვს დაპირისპირება და ეს გარჩევები, რასაც ეხლა უყურებთ, აბსოლუტურად კრიმინალური გარჩევები არის დაკავშირებული პირდაპირ ამასთან, რომ ამ ხალხს ფაქტობრივად უმრავლესობას ამ ადამიანების აქვს სახელმწიფოსგან, ანუ ხალხის ფული, დიდი რაოდენობით ხალხის ფული მოპარული და აქ არ არის 1-2 მილიონზე საუბარი, ხო, აქ არის ასობით მილიონზე საუბარი და ნაცვლად იმისა, წარმოიდგინეთ, ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას, სასამართლო გზით წავიდნენ, სამართლებრივი გზით წავიდნენ, ქურდულად არჩევენ ამ საქმეებს და ეს ფული რომ დაუშვათ, რომ დაბრუნდეს, ქურდულად გარჩეული გზით დაბრუნებული ფული სად უნდა დაბრუნდეს დიდი ბოდიში? ანუ ხალხს ახლა თუ გონია რომ ოცნება კორუფციას ებრძვის, რაც არის როგორც ჩანს მათი უკვე დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. რა თქმა უნდა, ესეც არის მორიგი პროპაგანდისტული, მხოლოდ პროპაგანდისტული ტყუილი და რა თქმა უნდა, ოცნება არანაირად არაპირებს კორუფციასთან ბრძოლას. მათთვის კორუფციასთან ბრძოლა, რომ ივანიშვილთან ერთად მისი გარემოცვის დასანქცირება იქნებოდა ეფექტური, რადგან ეს სისტემას უფრო მოწყვლაც გახდიდა და მისი დაშლა თუ რაღაც დასუსტება ამ გზით იყო უფრო ასე ვთქვათ პერსპექტიული. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ თუ ეს ასეა, თქვენ როგორ? ეს ასეა, მაგრამ მაგალითად მოსამართლე დასანქცირდება თუ მშრალოვანი დასანქცირდება. ეს ასეა სისტემას რა სანქციები რომ მუშაობს ფაქტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როდესაც ჩვენ საუბრობთ, გიორგიც ამბობდა აბსოლუტურად სწორად, რომ ოცნებამ, ეხლა ჩვენ რამდენიმე კვირის ჯერ კიდევ რომ ამბობდა ავტოკრატიისკენ მიდის, სად მიდის? ავტოკრატიაში ვართ უკვე გამართულ ავტორიტარიზმში, ვართ დღეს ეს მოცემულობა, ხო? ასე აფასებს 17 სახელმწიფო. ასე აფასებს და ასეა. და შესაბამისად, ეხლა ეს ავტორიტარიზმი, მოდი კარგად კიდევ ერთხელ განვმარტოთ რა. ავტორიტარიზმი ისეთ რას ნიშნავს? ავტორიტარულ ქვეყნებში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი არსებობს. ადამიანები შეცდომაში არ უნდა შევიდნენ, არ უნდა იფიქრონ, რომ საერთოდ არაფერი, ყველაფერი არსებობს, პარლამენტიც არსებობს, სასამართლოც არსებობს, სახალხო დამცველიც არსებობს, ანტიკორუფციული რაღაცა ბიუროც არსებობს. ყველაფერი არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურია. მხოლოდ ფორმალურად და მოჩვენებითად და ამ გზით მიდის ივანიშვილი, ამ გზით მიდის ქართული ოცნება. რეალურად ისინი რასაც აკეთებენ, ამას ყველაფერს აკეთებენ მოჩვენებითად. კიდევ ვიმეორებ, ანუ დასანქცირებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლება, იმიტომ კი არ მოხდა, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეს ისინი პატიოსანი ჩინოვნიკები გახდნენ და სამართლიანად ემსახურონ ქართულ ხალხს. არა, აი ეს მხოლოდ და მხოლოდ შიდა დაპირისპირების და ასე ვთქვათ, ძალთა გადანაწილების და ინტერესების გადანაწილების გამო მოხდა. რა სიტყვით თქვენი კოლეგების ოპოზიციაში მოსაზრებაზე, რომ ამ პროცესს შესაძლოა ხელი შეუშალოს თქვენმა გადაწყვეტილებამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. წავიკითხე რამდენიმე პოსტი, რომ პირიქით როცა ქვეყნის შიგნით ოპოზიციურ ფლანგზე თუ წინააღმდეგობრივ ბრძოლაში არსებობს დაპირისპირებები, შესაძლოა ამ რაღაცნაირად განწყობები შეცვალოს საერთაშორისო პარტნიორებში. უსუდან, ახლა ჩვენ თქვენ თუ ევროპარლამენტის ცნობილ რეზოლუციას გულისხმობთ, ახლა იქ ახალი ნამდვილად არაფერი არ ყოფილა, ხო? იქ რა ჩვენ წავიკითხეთ, ეს ისედაც კარგად ვიცით და ისედაც კარგად ვიცით, რომ რა თქმა უნდა ოცნება ყველაფერს გამოიყენებს სათავისოდ და საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, მაგრამ ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აი ამ ნაწილში ის ამომრჩეველი, რომელიც მოდი ვთქვათ მილიონის ფარგლებში საპროტესტოდ განწყობილი ამორჩეველი არის დღეს საქართველოში, ხო? ამ ამორჩევლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას და ჩვენ რა გავაკეთოთ? ამ ავტოკრატიული რეჟიმის, ამ დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ველურების პირისპირ მარტო და დაუცველი დავტოვოთ ეს სამორჩეველი და მათ არჩევანის გაკეთების საშუალება არ მივცეთ? თქვენ გაზომეთ, თქვენ სამორჩეველში რა წილია მომხრე ზოგადად ოპოზიციურ ამომრჩეველში, იმიტომ რომ არსებობს ამის კვლევა, ბოლო კვლევა, სადაც შეიძლება ითქვას ორივე პარტიის ამომრჩევლებში ნახევარზე ნაკლებია ის, ვინც მომხრეა არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა არ მგონია ამ კვლევას კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი დეტალურად შეესწავლა, ბუნებრივია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს
არა მხოლოდ ჩვენს გუნდთან რეგიონებში, არამედ ზოგადად რეგიონში საქართველოს მოსახლეობასთან და მინდა გითხრათ განსაკუთრებით რეგიონებში ამომრჩეველს სურს საკუთარი საპროტესტო ხმა არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე დააფიქსიროს. და ეს არის ფაქტი. ამას ემატება ის, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში და პირველი დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენ ვაპირებთ არჩევნების გზით დავამარცხოთ ოცნება. და ახლა დიდი ბოდიში ამ პოლიტიკურ პარტიებს მინდა მივმართო უსუდან ნახეთ დღეს მთავარი ამოცანა ასე ვთქვათ არის ოცნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ყველა ვინც უპირისპირდება ოცნებას და ცდილობს რომ საქართველოს დააბრუნოს დემოკრატიული განვითარების ევროპული მომავლის გზაზე ჩვენ ყველანი ისტორიის ნათელ მხარეზე ვართ. და არავის აქვს უფლება რომ ისტორიის სწორ მხარეს დარჩენილი ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს და ერთმანეთში რაღაცა დაპირისპირება შემოიტანოს. ანუ ჩვენი გზა გვაქვს. თავარი მიზანი არის ოცნების დამარცხება, მათი ოპოზიციაში გადაყვანა, ამ ქვეყნის გადარჩენაა მიზანი. და ეხლა ჩვენ თუ ამას არჩევნების გზით ვაკეთებთ, ხა ნამდვილად არ გვჭირდება არავის შეძახილები და ბულინგი, რომ თურმე მხოლოდ მათი გადაწყვეტილება არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამაზე პასუხისმგებლები ისინი არიან. ჩვენი საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედეთ. ჩვენი საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედეთ, რადგან დარწმუნებული ვართ. ხოდიშ აი ვასრულებ რუსულად. რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ბოიკოტი, რადგან ეს მეორე მხარე ბოიკოტის მომხრეა, ხო? ბოიკოტი არის პირდაპირ საჩუქარი ივანიშვილისთვის. და ჩვენ ამ საჩუქრის გაკეთებას არ ვაპირებთ. თქვენ შორის კოორდინაციას მე რამდენიმე დღის წინ ზაზა თავაძის პოზიცია მოვისმინე, რომ თქვენ შეხვედრები გაქვთ ერთმანეთთან, შეგიძლიათ აქვე მითხრათ რა მიმართულებით მიდის საერთო კანდიდატი გეყოლებათ, თუ რაზე შეიძლება შეთანხმდეთ, საერთო პლატფორმა გექნებათ თუ რაზე მიდის საუბარი გიორგი? ნუ პირველ რიგში ვთქვათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ლელოს ვასწროთ გულშემატკივრობდით იმაში, რომ მათ მიიღოთ ეს მართლაც რომ გონივრული და ძალიან დასაფასებელი გადაწყვეტილება, ღირსეული გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს არჩევნების გზით დაუპირისპირდნენ ოცნების რეჟიმს. ეს ერთი. ასევე იცით თქვენ, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ახლა დაკავებული პოლიტიკურად ნეიტრალური, უბრალოდ უპარტიო კანდიდატების შერჩევის პროცესში. და შეიძლება ასეთი იყოს თქვენი არჩევანი. არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი თქვენც ასე ფიქრობთ. ჩვენ და ლელო ამ შემთხვევაში ახლა ჯერ რო გითხათ, რომ აქტიური კონსულტაციები ამ ეტაპისთვის დღეის მდგომარეობით ნამდვილად არ მიმდინარეობს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანი ამ ნაწილში და ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურით, მათ შორის მსხვილი ქალაქების დიდ რაოდენობაში, ბევრ ქალაქში, ჩვენ ყავდეს არა საკუთარი პარტიული კანდიდატები, არამედ ყავდეს უპარტიო კანდიდატები, რომლებიც იქნებიან საზოგადოებისთვის მისაღები ძლიერი კანდიდატები და ამავე დროს ექნებათ როგორც ლელოს, ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის გახარია საქართველოსთვის ხარდაჭერა.